რუსეთის მთავარ მოვლენას ღვინის ფესტივალს გურჯაანი წელსაც ტრადიციულად მასპინძლობს. აქ უკვე ბევრი ხალხია. განწყობაც კარგია. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა ფერის და გემოს ღვინო და დრო უბრალოდ სასიამოვნოდ გაატარონ. დღევანდელი დღე შედგა ძალიან ბევრი სტუმარი ყავს, ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩამოსული კონკრეტულად ამ ფესტივალისთვის. ძალიან ლამაზი გარემო არის. ხალხი ემატება და ემატება. ბოლერო წარმოდგენილი არის დღეს ორი სტენდით. ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი სრული ასორტიმენტი, როგორც ქვევრის ღვინოები, ისე ევროპული ღვინოები. ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინო, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის ასმელი, მშრალი, ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული ან წლობით დავარგებული, ქართული მეღვინეობა ერთ სივრცეში გაერთიანდა. არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია და თითო ჭიქაში განსხვავებული გემო იგრძნობა. ფესტივალზე ძალიან კარგი განწყობა არის, ძალიან კარგ განწყობას ხდის ეს ყველაფერი. აქ მაქვს წარმოდგენილი ჩემი ღვინოები, ჯიშიაშვილების მარნის ღვინოები და ეს ფესტივალები ძალიან კარგია და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც უფრო მეტი ჩატარდება, რათა ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი პროდუქცია და ჩემი ღვინოები. ჩვენ გვაქვს საოჯახო მცირე მარანი, რომ ათეული წლებია ვაკეთებთ ოჯახურ ღვინოს, მაგრამ წელს პირველად ჩამოვასხით ესე ბოთლში და გამოვიტანეთ. ძალიან კარგი შესაძლებლობა არის დღეს გურჯაანის ღვინის ფესტივალზე. და გვაქვს ძალიან ბევრი ლამაზი ტრადიცია, ვცდილობთ რომ ესე ლამაზად წარმოვაჩინოთ ქართული ტრადიციები, რასაც ქვია ქვევრის ღვინო, ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ქვევრის ღვინო. ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის პოპულარიზაცია და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. ფესტივალის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის. Hello Georgia, this is Nello from Napoli, Italy. And this is Andrea from Rome. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადგილების სილამაზემ, ამ სივრცემ და იმ მშვენიერმა ადამიანებმა, რომლებიც თქვენ ხართ. კი, მართლაც შთამბეჭდავია, რადგან ევროპაში, განსაკუთრებით იტალიაში ბევრ ღონისძიებას ვატარებთ, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს გვინახავს. ეს საოცარია. სასიამოვნოა თქვენი ღვინის დაგემოვნება. კახეთში ფესტივალი ავთენტური კერძებისა და ნუგბარის გარეშე ვერ ჩაივლიდა. თათარა არის კახური ტრადიციული დესერტი, ასე რომ ვთქვათ, რომლისგანაც ვამზადებთ ძალიან გემრიელ და ტკბილ ჩურჩხელებს, რომლის გარეშეც კახური სუფრა წარმოუდგენელია, ასევე შემოდგომა ჩურჩხელის და თათარის გარეშე, როგორც კახეთში, ასევე მთელ საქართველოში წარმოუდგენელია, მაგრამ ძირითადად კახეთში ვაკეთებთ იმ თათარას, რასაც კახური თათარა ქვია, რომელიც მზადდება ნატურალური ბადაკით, უმაღლესი ხარისხის თხილით, ნიგუზით, ნუშით და ყველაფერი უმაღლესი ხარისხის და რაც თორე ნატურალური პროდუქტი. ყოველწლიურად გურჯაანის ფესტივალი ხდება უფრო და უფრო მეტად პოპულარული, რაც პირველ რიგში დამსახურებაა ცხადია დაინტერესებისა, რომელიც გააჩნიათ ადგილობრივ მეწარმეებს და ასევე ადგილობრივ მოსახლეობებს, რომლებსაც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი შანსი უჩნდებათ იმით, რომ მეტი ტურისტი ჩამოდის, ადგილობრივ ბაზარზე ჩნდება უფრო და უფრო მეტი კომპანია, რომელიც მუშაობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართულებით და შესაბამისად ასეთი ტიპის ღონისძიებები ცხადია ქმნის იმ გარემოს, რომელიც ერთი მხრივ ბიზნესაც აინტერესებს და მეორე მხრივ ადგილობრივ მოსახლეობას. გარემო მართლაც მრავალფეროვანი და ენერგიული იყო. გურჯაანმა ყველა ასაკის სტუმარს უმასპინძლა. ისინი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. შეეძლოთ შეეძინათ ხელნაკეთი ნივთები, დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და საუკეთესო ღვინო. გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე დიდი ხანია ტრადიციად იქცა და ეს ტრადიცია არც მომავალ წელს დაირღვევა.